მოგესალმებით, იდება უფალს. ემიგრანტებო, ნელა-ნელა ქალაქს დაგათვალიერებიებთ, აგერ ვაჟა-ფშაველას ძეგლთან ჩავდივარ, გორიდან. ღმერთმა ხელი მოგიმართოთ, ყველა თქვენი მართალი საქმე გააწყოს უფალმა. დროზე ჩამოსულიყავით, ქართული ენა არ დაგვიწყებოდეთ, არც თქვენ შვილებს. სიყვარულით, ღვთის შიშით ყოფილიყავით. გორაზე ასასვლელი გზა. ჩვენი ვაჟა-ფშაველა. მოგესალმებით. ხალხო მარხვის რო გვაქვს, კაცებო. შეხედეთ, რას დაემსგავსა ჩვენი ქალები. შეხედეთ, მალე კაცობაში გადაგვასწრებენ. გაიგეთ, კაცებო. მაგნოლიასთან გავართ ახლა. გაიგეთ, კაცებო. მარხვის რო გვაქვს დამდგარი. მარხვის რო ქალებია ცოდვა ხო უყურებთ რა დღეში არიან. კაცობაზე დებენ უკვე თავს. სიგარეტს აფუილებენ მანქანიდან. ბიჭებივით აფუილებენ სიგარეტს. ენა აქვს წაგდებული, იმიტომ რომ თვითონ ხდებიან კაცები. კაცები რო აღარ არიან, ქვეყანა რო საპატრონო არის. ასეთ უბედურ დღეში ვართ, ასე ვართ წახდენილები და იმიტომ გეუბნებით, მარხვის რო არის თქვა. წვერულვაში ატარეთ. ერთი რაღაცა გვანსხვავებს ქალიდან, გაიგეთ. და შიში გაუჩნდება ღვთის ქალს. შიში გაუჩნდება ღვთის ქალს ცოდვა. ხო უყურებ, კაცებად ხდებიან უკვე, ჩვენ გაგვასწრენ შავლებით სიარულში. გაიგეთ ეგი. ჩვენი რიონი. ჩვენი წმინდა გიორგი. გაიგეთ რა. მარხვის რო გვაქვს, წმინდა გიორგი მდალოსოს, ჩვენი ქვეყანა. ჩვენი საქართველო. ასეთ უბედურ დღეში ვართ. ასეთ უბედურ დღეში ვართ, კაცებო და ქალებზე ნუ დაგწდებათ გული, ჩვენ რო არ ვარ გივართ, ჩვენ რო არ უქივართ, გამჩენს იმიტომ არის ასეთ დღეში და დედამიწას ამიტომ ტირის. ტირის ქვეყანა ვერ ჩარეცხა წყალმა კიდე ჩვენი ცოდვილი ბედკრული ქვეყანა ვერ უყურებთ. ამისანა ჩემ 50 წელს გადაცილებული ვარ, ამდენი წვიმები მე არ მახსოვს. არა ისეა დამძიმებული ცოდვით ჩვენი ქვეყანა ვერ ჩარეცხა ცოდვამ კიდე ჩვენი ქვეყანა ვერა და ღირსი ვართ უფრო მეტი უბედურებისას. კაცები სადღა დაგვჭა. ეკლესია მიტოვებულია, მღვდელი გაპარსული დადის. კაცი კაცს არ გავს. ქალი კაცი ხდება და ვართ ასეთ დღეში. ყოველ კუთხეში მოწამლული საჭმელები. მერე მოწამლული საჭმელების გასაკურნად წამლები და კი ვართ ამისანა უბედურ დღეში, კაცებოდა. ერთობა არაფრით არ მოვა ჩვენთან, არაფრით, სანამ ღვთის სახელით, უფლის სახელით არ გავერთიანდებით. არაფრით არ მოვა ერთობა, სანამ ლოცვას არ შეუდგებით. გახსენით ფსალმუნები, ადიდეთ, უფალი, საქართველო. უკითხეთ ლოცვები, მიწა, შვილებს, მშობლებს, ბავშვებს, დედებს. არ გებრალებათ. საღამოობით რესტორნებში ადგილი არ არის, რა გაქეიფებთ, ბიჭო. რა გაქეიფებთ, დაფიქრით. ჩვენი შვილები ჭიბგამოყრილები დადიან ქუჩა-ქუჩა. და თვალდახუჭული უვლით, თვალებს არიდებთ და საღამოს კაცობაზე ლაპარაკობთ. სადეგზელოებს და რომელი ომი გაქვთ, ერთი მოგებული. რო ქეიფობთ, თქვენ შობელ ძაღლებო. რომელი ომი გაქვთ, მოგებული ერთი. ადამიანი ქეიფობს, რომ რაღაცა დიდი დღესასწაული არის და ან ბრძოლას მოიგებს, ან რაღაცა საერთო საქმეს გააკეთებენ და სად არის რომელი საერთო საქმე გვაქვს გაკეთებული? მალე ურჯულოები ჩვენზე მეტი იქნებიან, თუ არ ვივარგებთ. და უფალი ავარგებს ქვეყანას, თქვენ რა დაგვერქმება, თქვენ და ჩვენ ყველას დასახეველი გვერქმება და რა წელი იქნება ჩვენი საბჭოთა კავშირის დროს გაკეთებული. ამაზე კარგი, ხო?
ქუთაისში ჯერჯერობით არაფერი არ გაკეთებულა, რას 34 წელია, რას ეშმაკს მიყიდნენ, ჩვენი სული, ჩვენი ქვეყანა, მიგვაბარეს ეშმაკს, სატანას, ვითომ დამოუკიდებლებიო და ყველაზე მეტად ავართ, ყველაზე დამოუკიდებელი, ჩვენი დედები. ასე ქუჩაში ხალხს ვერ დაინახავდნენ გამყიდველს, საბჭოეთი რო იყო. იმ ქალაქის პატრონს გააგდებდნენ სამსახურიდან, იმიტომ რომ დედას რავა დაჭირდებოდა ქუჩაში გამოსვლა და ნივთების გაყიდვა. წარმოგიდგენია, ჩარჩებად გავხადენ, შეხედე, მთელი ქალაქი ჩარჩებად არის, ხეული ჩარჩი ვაჭრებად აქციან ქართველი და საიდან იქნება კარხასიათი ადამიანი. საიდან იქნება კარხასიათი ადამიანი. დიდი, პატარა, ყველა ვაჭრად არის, ხეული. საიდან იქნება კარხასიათი ადამიანი. საიდან იქნება კარხასიათი ადამიანი, ყველა ჩარჩი გავხადა კაპიტალმა და კერძო საკუთრება. ყველა ჩარჩი გავხადა კაპიტალმა და კერძო საკუთრება. ყველა აგერა ქალი, კაცი, ბავშვი, დიდი, პატარა, ყველა ვაჭრებად აქცია კერძო საკუთრება. იყო ყველაფერი საერთო და არ მოინდომენ ჩვენ მამამებმა. არ მოინდომენ ჩვენ მამამებმა, მიატოვენ უფალი ჩვენ მამამებმა. და კი მიგვატოვა, იმიტომ უფალმა ჩვენს. გაგიმატოს ამით. კი მიგვატოვა, იმიტომ უფალმა ჩვენს. და კი ვართ მიტოვებულები, რაზგვანა ჩვენი შვილები, ჩვენი დედები. გასავო მართვის როა, ღმერთმა ხელი მოგვიმართო. ღმერთმა ხელი მოგვიმართო. გაგიბაძე საერთოდ ხა. ახლა კარგა, სამი ვერ ჩამოვიდა მამამ ხალ, სუდათა უზუვარ სულსა მამამ. ო, შენ გეხუდი. სამწუხაროდ ხუცკალა. მადლობა, ძამი. მადლობა, ხა. ჩარჩი ქვეყანა. გავაჭრებული, დიდი, პატარა, ყველა ვაჭარია. ასეთ დროს უკვე ისეთი სიცხეებია. ო, სიცხეებია ვერ ჩარესხა, ნაგავი ქვეყანა. ვერ ჩაირესხა ქვეყანა, იმდენი ნაგავია. იმდენი უბედურება გვაქვს ქვეყანა. რას გავხარ? რა უბედურება? დაბადების დღეზე ვარ. ახლა არ მოხვიდა ისევ დედამისმა თბილისში. დაბადების დღეზე ნამუსი ნახავ, ხო? არ ვიპასავთ რა. რას გავხარ? შეხედე, აი ღმერთო ჩემო. ხასავეთ ახარ, ზამია, იმიტომ გემართება, მე უბედურებენ. გაპარსული არ არის, მაგი მაკონია წავედ. გაპარსული არ არის, მაგი შეკასო. კი ვართ ამიტომ ასეთ უბედურ დღეში, ერთი არ ჩაირესხა, რაფერ ჩაირესხება. წახდენილია ქვეყანა. დიდი პატარა ყველა ვაჭარი გახადენ, ყველას ტყვილი უწევს, აბა ვაჭარი სიმართლეს საიდან იტყვის. ხოდა კი არიან ამიტომ ტყვილებში და საიდან იქნებიან წესერხასიათი. კი ვართ ამისთან ადრეში სამწუხაროდ. მადლობა უფალს. ღირსი ვართ ალბათ ამისიც. ყველაფრის ღირსი ვართ, იმიტომ რომ მივატოვეთ უფალი. და უფალმაც მიგვატოვა ჩვენ. და მადლობა უფალო ამისთვის. ჯერ სადავა. ალბათ არაბები და პაკისტანელები უნდა შემოვიდნენ ჩვენთან ოჯახებში. ჩვენ შვილებთან უნდა დაწვენ, ჩვენ ცოლებთან. და მერე გამოიფხიკავთ თვალებს და ყურებს და მერე მიხვდებით რომ დაღუპულები ხართ, ხო? 200 მეტი პარტია გონია, 200 მეტი პარტია გონია. ყველა ცალსაკე, ყველა თავისკენ მიიქაჩება. ყველა. არ ჩაირეცხა, იმდენი ნაგავი და სიბილწია საქართველოში. გავსებული ამ ბოლო 34 წელია თუ 35 წელია. რა საბჭოთა კავშირი დავანგრიეთ. არ გინდოდათ მე-13 ხელფასი? ეგდეთ, ეხლა ქუჩაში მაპატია უფალო და ყიდეთ. გული მეწვის ამას რო უყურე. არ გინდოდათ უფასო წამლები, უფასო მკურნალობა? კურორტები. მე-13 ხელფასი. არა. მოინდომენ ჩვენ მამამებმა დამგრევა ქვეყანის. სათავსოფებელი ჩვენ პატრიარქს.
არა, არ მოვინდომეთ. მივატოვეთ უფალი. მადლობა უფალს ყველაფრისთვის. ასე დღეში ვართ. ძმებო, დებო, დიდება უფალს ყველაფრისთვის. ასე დღეში ვართ. ცენტრალური ბაღი ჩვენი. ჩვენი მიტოვებული. ქართველი ახლა დღეს წვიმა, რა თქმა უნდა, ის ტურისტებიც არ არიან, მაგრამ ამ ბაღში დღესდღეობით ტურისტები უფრო მეტი დადიან, ვიდრე ქართველები. ტურისტები უფრო მეტი დადიან, ვიდრე ქართველები. ეს გვიქნა კერძო საკუთრება. ეს გვიქნა ეშმაკ. ისოცხლე ზამ. ეს გვიქნა ჩვენმა დახამებულმა ოქროზე, ფულზე, კერძო საკუთრებაზე, სიმდიდრეზე დახამებულმა ჩვენმა მამებმა დაგვინგრიენ საბჭოთა კავშირი. ჩონგურივით აწყობილი ცხოვრება იყო. გარანტირებულად წესიერი კაცებისთვის, შრომელებისთვის, 1 და 2 კი არ იყო გამზღარი, მთელი ქვეყანა იყო გამზღარი. აი ახლა 1 და 2 აქვს მილიონები და მთელი ქვეყანა მშიერია. არ გითხრათ ღმერთმა აიცხოვრეთ, ბეღურებივითო, ნუ აგროვებთ. ნუ აგროვებთ, არ გითხრათ უფალმა. თქვენ აგროვებთ, მილიონებია ნახევარი პარლამენტი. ნახევარი პარლამენტი მილიონებით არის ამოტენილი საწყლები. არის ის რო ჩლიჩი ჭამს. არის ის რო ჩლიჩი ჭამს. და ქურდები იპარავენ. არის ის თქვენ მილიონებს და მილიარდებს, ისიც ძალიან კარგად. არა? დეშინიათ ეხლა. შიში გაგიჩნდათ. შიში გაგიჩნდათ. გაუბედაობა, დედლობა. საჭმელმა დედა გიტირათ, ღორათა ხართ, ქცეული. საკუთარ ყვერებს ვეღარ უყურებთ. იხლა ღიპები გაძებთ, თქვენ საწყლებო, თქვენ. მარხვა თქვენ არიცით, ჰაერად ხართ, ქცეული. სიტყვით იცით, მარტო მარხვა, საქმით არა. ივართ ამიტომ ამისანა უბედურ დღეში, მადლობა უფალი. გირსი ვართ. ამ ყველაფრის და მადლობა უფალი. ერთი წუთი ძმებოდა დებო. ცოტა შევატრიოლო უკეთესად. ბაგუშია. ვისი ხარ შენ? ასე დროს უკვე ისეთი სიცხეები ხო, რადგან სიცხეები კი არა ვერ ჩარეს. არ ჩაირესხა საქართველოს ისეა დამძიმებული სოდუ. ვერ ჩარესხა ამისანა დრო არ მახსოვს მე 50 წელს გადაცილებული ვარ. ასეთი ბაგუშია ვერ გაიწევი? ბუში. არ მახსოვს მე. არ მახსოვს ასეთი წვიმები. 50 წელს გადაცილებული კაცია. ასე რო ირეც, მაგრამ იმდენი ზღნერი გვაქვს ნაჭამი. ვერ ჩარესხა, კიდე სუნიც ვერ მოიცილა ქვეყნიდან. ყველა გათითო კაცოებული, გამაიმუნებულები, გაჩათლახებულები, ბალი ადიალას ქეშამენ საჭმელს. ისე ვარ წახთენილები. მადლობა უფალო ყველაფრისთვის. მადლობა უფალო ყველაფრისთვის. მადლობა ყველაფრისთვის. დიდება უფალს. მეტის ღირსები ვარ კიდე. არა ენა, არა მამბული, არა სარწმუნოება. ყველაფერი ფარისევლურად. ნახევარი პარლამენტი მილიონერები ხართ. ფესაც დავებო, მილიონერი გიშველით. შიშველი რო წადგები უფალთან. მილიონი გონია გიშველით, არ გიშველით, თორე ღმერთმა გიშველო. ღმერთმა არა ფულით იქ თავს ვერ გაიმართებ, გაიგე. შვილებია ჩვენი, სოდვა ჩვენი.
შენი შვილი თუ არ დადის ჭიბზე საყურით, შენი მეგობრის შვილი ან შენი ნაცნობის შვილი ხო დადის, შენი შვილის მეგობარი ხო არის ჭიპიანი საყურით. გაიგეთ? და ნუ გონია ჩემი შვილი არ დადის, არაფერი მნიშვნელობა არ აქვს მაგას. შენი შვილის მეგობარი თუ არის, მასეთი შენი შვილის მასეთი იქნება მალე და დუმილით ქრისტე იყიდება. მადლობა უფალო ყველაფერთვის. არ შეიძლება ყველაზე დიდი ცოდვაა ეგე რაც დღეს დაგვატყდა თავზე. ყველაზე დიდი ცოდვაა ხალხო ეგე. დედები ნაკოლკები დადიან სადახართ კაცებო. ბავშვებს ჭიპებზე ბეჭდები უკეთია, გოგოებს, ბიჭებს საყურეები უკეთია. ყველაზე მეტი დაჟია ამისთვის უფალი პირდაპირ სახარებაშია. ძველ აღთქმაში ყველაფერი წერია. საყურეს ციხეში, საყურიანი კაც საქათმეში ყრიდენ და წარმოგიდგენიათ და მართალი იყო საბჭოთა კავშირის წყობა ყველაფერი. ამისანადრო იყო და მართალი იყო უფალი. ამ საკითხებით მართალი იყო. არ შეიძლება და იმიტომ აჭრიან და საყურეს ვის უკეთებდნენ იცი? ბიბლიაში როგორ წერია? ვინც ღმერთის მონა კი არ უნდა რო გახდეს უფლისა, ადამიანის მონა. და მისი ბატონი მიიყვანს სტომაქთან, კარებისას და უნდა გაუხვრიტოს ყური. ალბათ თვითონ იყოდავენ თავს ჩვენი შვილები. ბიჭები, თორე გოგოები უარესად არიან კიდე. გოგოები საწყლები ნაკოლკები დადიან და თქვენ საღამოს ქეიფოთ რესტორნებში. რა გაქეიფებთ ბიჭო? ყველაფერს მოგკითხავს უფალი, ყველაფერს მოგკითხავს უფალი. გვიან არ გაგვიხდეს მერე თორე. ბავშვები ჭიპებზე შიშვლები დადიან, ვიცი? თქვენ გონიათ გამართლებით ამის გულიზა? ვერ გამართლებით ხალხო. მარტო ერთი კაცის არ ეყოფა ამ ქვეყანას. აგერ გოგო არის ქართველი, პატარა ბავშვი. სპირში უკეთია ხარებს უკეთებენ რო დაიოკონ ბეჭედი. ამისანა დღეში ვარ და თქვენ საღამოს რესტორნებში ქეიფო. მადლობა უფალო ყველაფრისთვის. რამოდენიმე ლოცვას ავიკითხავ. მადლობა უფალო ყველაფრისთვის. მადლობა ღმერთო. ჩვენით წესრიობა რო არის შენარჩუნებული დედამიწაზე და საქართველოში, რო ჩვენით ალამაზებ ქვეყანას. მადლობა უფალო. მადლობა მზეო სითბოსთვის, მონატრებულო მზეო. სადღაა მზე? მადლობა მთვარეო. მადლობა ქარო, გაიყოლე ჩვენი დარდი. მადლობა ცეცხლო. ნაკლებად გიზგიზებ ცეცხლო. მეტი იჭირდება, მეტი შენი ცეცხლი, მეტი ამ ქვეყანას. ისე ყავს ხალხს უფალი დავიწყებული. მეხი, ყველაფერი მოგვაქვს, იქნება გაიხსენონ უფალო შენი სახელი. დასეტყვი უფრო მეტი ჩვენი ქვეყანა, უფრო მეტი უფალო და მადლობა ამისთვის. მადლობა დედა, მიწა. რომ გამყარდი, ცაში განთავსდი. მიწაო, ჩვენი გზები ხარ, ჩვენი საზრდო ხარ. მადლობა მიწაო თესლზე, მოსავალზე, ბარაქაზე, სიმწვანეზე. მადლობა შენ. მადლობა მზეო, მადლობა ქარო, მადლობა მთვარე, მადლობა წყალო, მადლობა მიწა, დედამიწაო, მადლობა. ასეთ უბედურ დღეში ვართ. ღმერთმა ხელი მოგვიმართოს. ღმერთმა. კარგით, რამოდენიმე ფსალმოს კიდე წავიკითხავ, მეგობრებო, ხო და დანარჩენი უფალია კიდე ჩვენი შემწე, დიდება უფალს. იმედია ჩვენი ლოცვა მოაბრუნებს უფალს, ვაკურთხოთ ქალაქის. თქვათ პირველი ფსალმუნი. ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღრმთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა და საჯდომელსა უჟილოთასა არა დაჯდა. ის კაცი არის ნეტარი. არამედ ჟულსა ღმრთისასა არს ნებაი მისი და ჟულსა ღმრთისასაც რახავ იგი დღე და ღამე. დღე და ღამე ლოცვაში უნდა ვიყვეთ უფლისში ხალხო, უფლისში და ჩვენ რესტორნების სიმღერებში ვართ. ღმერთო გვაპატიო. და იყოს იგი ვითარცა ხე, ჩვენზეა საუბარი.
დანერგული თანაწარსადინერსა წყალთასა, რომელმან გამოსეს ნაყოფი მისი ჟამსა თვისა და ფურცელნი მისნი არა დასვივენ და ყოველივე რა ისა ყოს წარემართოს მას. ღმერთო ამრავლეს სიკეთე ჩვენ ქალაქში, ჩვენ საქართველოში, ჩვენ ქვეყანაში, უფალო, ჩვენ ქუთაისში. ადამის მიწაზე უფალო. ანი და ჰოეს მიწაზე უფალო. არა ესრე უღრმთონი, არა ესრე არამედ ვითარცა მტვერი, რომელ აგავის ხარმან პირისაგან ქვეყანისა. ყველას გვეხება ეს, ყველას ვინც უფალს გაუდექით. ამისთვის არა აღდგნენ უღრმთონი სასჯელსა, არცა ცოდვილნი ზრახვასა მართალთასა, რამე თუ უწყის უფალმან გზაი მართალთაი და გზაი ცოდვილთაი წარწყნდეს. ყველაფერი იცის უფალმა ხალხო და ღმერთმა გვავარგოს. მარხვის რო გვაქვს, მარხვის რო ღმერთმა გვავარგოს, ღმერთმა ხელი მოგვიმართოს. ღმერთმა თქვათ ფსალმუნი მესამე ეხლა ვადიდოთ უფალი. უფალო რად განმრავლდეს მაჭირვებელნი ჩვენი, გთხოვ უფალო, გაგვაცილე ამდენი ურჯულოება და მრავალი აღდგეს ჩვენზე და მრავალნად თქვან სულსა ჩვენსა, არ არის ცხოვრებაი მათი ღვთისა მიერ მისისა. ხოლო შენ ღმერთო წე იყავ ჩვენ და დიდება შენ და ასამაღლებელ თავისა ჩვენისა, ხმითა ჩვენითა უფლისა მიმართ ვიღაღადოთ და შეისმინოს უფალმა ჩვენი მთით, წმინდით, მისით მარადის უფალო გვაპატიე ღმერთო. დავწევ, დავიზინე და განვიღზე რამე თუ უფალი მწე არს. არა შეგვეშინოს ჩვენ ბევრეულისაგან ერისა, რომელთა იგი გარე მოგვიცვეს ჩვენ. აღდე ღმერთო გვაცხოვნე უფალო ღმერთო ჩვენო, რამე თუ შენ დასცენ ყოველნი რომელნი გვემტერნეს ჩვენ ამაოდ. კბილნი ცოდვილთანი შენ შემოსრენ უფალო. უფლისაი არს ცხოვრებაი და ერსა შენსა ზედა არს კურთხევაი შენი. დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწდა მარადის და მრავალ ჟამიერ. დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწდა მარადის და მრავალ ჟამიერ. შეხედეთ ჩვენი პატარა შვილები ქუჩა წამენ საჭმელს და თქვენ საღამოობით რესტორანში ადგილები არ გყოფნით. ეგია ჩვენი კაცობა ბიჭო, ეგია ჩვენი კაცობა. საერთო რო იყო და საბჭოეთი რო იყო, ხალხს ხვენოდა ქუჩაში ჭამა, მალდა სირცხვილია, ცხოველები ხო არა ვართ ქუჩაში რო ჭამოთ და რას გავართ დღეს. დიდი ან პატარიანად ყველა ცხოველებად გვაქცია ეშმაკმა, ყველა ცხოველებად გვაქცია, ყველა ღვთისმშობელო მიმადლებულო მარია შეიწყალე ჩვენი ქვეყანა, აკურთხე ჩვენი საქართველო. ღვთისმშობელო მარიამ შეიწყალე ჩვენი ქვეყანა, აკურთხე შენი ბედყრული ქვეყანა წესიერებით, მადლიანი მოსიყვარულე ხალხით. ასეთ უბედურ დღეში ვართ. ცხოველები ვიხდის, კერძო საკუთრება. გაიგეთ ხალხო, შრომელებო, თქვენ გეუბნებით, მაგენი ყველა ჩვენი გადასარჩენები, ეფულიანები, ყველა ჩვენი გადასარჩენები არის, მაგენ ერთმანეთის იმედი არ აქვს. ცოდვები არიან, ერთმანეთის იმედი არ აქვს, იმიტომ რომ ფულია მათი იმედი. ცოდვები არიან, ღმერთმა უგვიშველოს ყველას. ღმერთმა. მე ძმაკაცი მყავს, ნინო, სალამი, ყველას მოგესალმები. მეგობარი მყავს, ჩემი სკოლის ჯგუფელი. ქუთაისში ვსწავლობდი მეცხრე სკოლაში. ირაკლიო ბაბუაჩემი სტალინმა გააკულაკა. და ბიჭო სულ მიკლუ და მაინც ადიდებდა სტალინს. და რატო იცი? იმიტომ რომ იმდენი სხვარი და იმდენი ფული ქონდა,
არ იცოდა საწასულიყო იმდენი ხალხი ყავდა შემოსეული ზოგი თხოვდა ზოგი იგი ამ სტალინმა ყველას ჩამოართვა ყველაფერი მოათქმევია სული დაანახა ნამდვილი მიწა რა არის თურმე გაიგეთ ხალხო ჩვენი ფულიანები მთელი პარლამენტი ცოდვაში არის ნახევარზე მეტი მილიონრები არიან ხალხო მაგენი ჩვენი გადასარჩენია ერის ქართველების თუ არ გამოვიხედეთ და თუ არ გავიწმინდეთ თვალები ყურები თუ არ გადავიწერეთ იგვარი ვინ გვიშველის შვილები არ გვადარდებს შვილები ჩვენი შვილებია საპატრონო ჩვენი შვილები წმინდაო გიორგი შენ იყავი ჩვენი მფარველი გაბრიელ უფროსწორად მამაო ასეთ უბედურ დღეში ვარ წმინდა გიორგი შენც იყავი ჩვენი საქართველოს მფარველი დიდება უფალ კარგით შევატრიალებთ კიდე ქალაქი ვაკურთხოთ გავაგზელოთ ადლობა უფალს ჩვენი ქუთაისი ბევრჯერ გადაურჩენია ქუთაის დედამიწა და ბევრჯერ გადაარჩენს კიდე და თქვენ ყველას მოგეკითხებათ დუმილში რო ხართ ყველას თქვათ ფსალმუნი მე-6 უფალო ნუ გულის წყრომითა შენითა ვამხილეთ ნუცა რისხვითა შენითა ვსწავლი ღმერთო გვიშველე გვიწყალე უფალო რამე თუ უძლურნი ვართ გამკურნე ღმერთო რამე თუ შეგვიწუნდა ძვალნი ჩვენი და სული ჩვენი შეწრწუნდა ფრიად და შენ უფალო ვიდრემთის მოიქეც ღმერთო იხსენ სული ჩვენი გვაცხოვნე წყალობისა შენისასა რამე თუ არ არის ვინ სიფრილზე შენნა მოგიხსენო შენ ანუ ჯოჯოხეთ შინა ვინ აღიარო შენ დავშვერით სულ თქმითა ჩვენითა დააუბანოთ მარადღამე ცხედარი ჩვენი ცრემლითა ჩვენითა სარეცელი ჩვენი დავალტოთ განრისხა გულის სწრომითა თვალი ჩვენი განკვთით ყოველთა ზედა მტერთა ჩვენთა განგვეშორენი ჩვენგან ყოველნი მოქმედნი უსჯულოებისანი რამე თუ შეესმა უფალსა ხმაი ტირილისა ჩვენისაი ისმინა უფალმან ვედრებისა ჩვენისაი უფალმან ლოცვაი ჩვენი შეიწყნარა ცხვენოდენ და შეწუნდნენ ყოველი მტერნი ჩვენი მართლუკუნ იქცეთ და ცხვენოდენ ფრიად და მსთუად ამინ უფალო გაწმინდე ჩვენი ქვეყანა ჩარეცხე ნაგავი რაც არის აგე ჩვენი ბავშვები ელექტრონულ სიგარეტს ეწევიან კასიშვილი მსმელი არაფრის არ არის დადუმებული კაცები ქალმა რა უნდა გააკეთოს კასიმა თუ არ გამოიყოს ჩვენი ხმა ხალხო ერთობის დროა ერთობის უანგაროთ ოღონდ უანგაროთ წინ უფლისკენ მადლობა უფალო ყველაფრის მეტის ღირსები ვართ უფალო თქვათ ფსალმუნი მე-8 სადიდებელი ამით თავდება პირველი კანონი სადიდებლად უფლის ჩვენი ბავშვები ეგრე ელექტრონულ სიგარეტს ეწევიან ვინც ამას ყიდის იმას ფული აინტერესებს უფრო მეტად არ იცით რა ვარ აზიანებს რა ქუჩაში ვერ უყურებსო ხანდახან ყვამლი ამოდის ადამიანიდან და გაგიკვირდება საიდან არა ფული ურჩევნია ამასობაში კიბოებით გადატენილია ჩვენი საავადმყოფოები ქუთაისებო თქვენ გეუბნებით დანარჩენის იმედი არ მაქვს რა ვიცი იმერეთის იმედი ჩვენ ვიყავით სულ მამა ჩვენ ქართველებში და დედამიწას ხო იცით კარგად მადლობა უფალო სალუმნი მე-8 უფალო ჩვენო ვით არ საკვირველ არ სახელი შენი ყოველსა ქვეყანასა ზედა რამე თუ ამაღლა დიდად შვენერება შენი ზესკნეს სათა პირითა ყრმათა ჩვილთა მწოვართა აითა დაამტკიცე ქება იმ მტერთა შენთათა რაითამსა დაიცა მტერი იგი და შურის მგებელი რამე თუ ვიხილენით ცანი ქმნულნი თითა შენთანი თვარე და ვარსკვლავები რომელ შენ თააფუძნე რაი არს კაცი რამე თუ მოიხსენე მისი ანუ ძე კაცისა რამე თუ მოხედავ მას დააკლეგი მცირედ რამე ანგელოსთა დიდებითა და პატივითა გვირგვინოსან ყავ იგი და დაადგინე იგი ზედა ქნულსა ხელთა შენთასა
ყოველივე დაამორჩილე ქვეშე ფეხთა მისთა ცხოვარი და ზროხაი ყოველივე მერმეცა და პირუტყნი ველისანი ფრინველნი ცისანი და თევზნი ზღვისანი რაოდენი ვლენა ნალაგებსა მას ვათასა ღმერთო უფალო ჩვენო ვით არ საკვირველ არ სახელი შენი ყოველსა ქვეყანასა ზედა დიდება მამასა და ძესა და წმინდა სასულსა მაწდა მარადის და მრავალ ჯამია მამამ ყავს ცოტა შეუძლოთ ვერ გამოვდივარ ქალაქში დრო ისაკითხია მადლობა უფალს ყველაფრისთვის კაცებო მარხვის დროა წვერულვაში სტარების დროა გაიგეთ და თავს მოიმართლეთ წვერის რო უშვებ მერე მაყრისო გაყრის იმიტომ რომ ეშმაკი ხავს შეშობელძაღლო და იმიტომ გაყრის მატყლები გესევა და იმიტომ გაყრის და უნდა გადაგეყაროს მერე და გაგანებებს თავს სულიქები მაშინ ეშმაკში წვერს ვერ ვატარებ იმიტომ რომ მაყრის და ბევრი რამეეთი იმართლებენ თავს მაგია დაავადება კი არ არის ეშმაკმა მოგატყვილა და ექიმებმა ეშმაკია თქვენში და ამიტომ არ გაძლევთ უფლებას კაცებად რო გახდეთ გაიგეთ ეგი მარხვის დროა თქვა ვერ უშველი თავს სანამდე ლოცვას არ შეუდგებით ყველა კაცებო ყველა გაიგეთ ყველა მამებს ეხება ხალხო ღმერთმა ხელი მოგვიმართოს დიდება უფალს თქვათ ფსალმუნი მე-12 ჩვენი ბედრული ქვეყანა ამინ ყველას ვიდრემდის ღმერთო დაგვივიწყებ სრულიად ვიდრემდის გარე მიიქცევ პირსა შენსა ჩვენგან ვიდრე ვისთვის დავიხსნეს რახვანი სულსა ჩვენსა და სალმობანი გულსა ჩვენსა დღე და ღამე ვიდრემდის ამაღდებოდეთ ტერი ჩვენი ჩვენზე და მოიხილე შეგესემინ ჩვენი ღმერთო ჩვენო განანათლენ თვალნი ჩვენი ნუ უკვე დავიძინოთ სიკვდით ნუ სადაც თქვა სტერმან ჩვენმან მრე ვეყავ მას მაჭიროებელი ჩვენი იხარებდნენ შეთუ ვიზრა ხოლო ჩვენ წყალობასა შენსა ვესავთ ღმერთო იხარედეს გული ჩვენი მაცხოვარებითა შენითა უგალობდეთ უფალსა კეთილის ყოფილსა ჩვენსა და ვაქებდეთ სახელსა ღმრთისასა მაღლისასა ამინ უნდა დაგემშვიდობოთ მეგობრებო დროებით მაინც ყურები რო გაგეწმინდოთ ცოტა და რო იცოდეთ რაშია საქმე 10 მცნებით დაგემშვიდობებით ცნება პირველი მე ვარ უფალი ღმერთი შენი და არა იყვნენ შენ და ღმერთი უცხონი ჩემსა გარეშე არა ქმენ თავისა შენისა კერპი არცა ყოველივე მსგავსი რაოდენი არც ცათა შინაზე და რაოდენი არც ქვეყანასა ზედა ქვე და რაოდენი არც წყალთა შინა ქვეშე ქვეყანისა არა თაყვანისე მათ არც ამსახურებდე მათ საფიჩხია მესამე არა მოიღო სახელი უფლისა ღმრთისა შენისა ამაოსა ზედა ჯოჯოხეთი ბანკი მოიხსენე დღე იგი შაბათი და წმინდა ყავიგი 6 დღე იქმოდე და ქმენ ყოველივე საქმე შენი ხოლო დღე იგი მე-7 არს უფლისა ღმრთისა შენისა პატივი ეცი მამასა შენსა და დედასა შენსა რაითა კეთილი გეყო შენ და დღეგრძელ იყო ქვეყანასა ზედა არა კაცკლა არა იმრუშ არა იპარო არა ცილის სამო მოყვასა შენსა ზედა წამებითა ცრუით არა გული გითქმიდე სოლისათვის მოყვასისა შენისა არა გული გითქმიდე სახლისა მოყვასისა შენისა არცა ყანისა მისისა არცა მონისა მისისა არცა მხევლისა მისისა არცა ხარისა მისისა არცა კარაულისა მისისა არცა ყოვლისა სასხოვრისა მისისა არცა ყოველი რა იყოს მოყვასისა შენისა არა გული გითქმიდესო ასეთ უბედურ დღეში ვარ ღმერთმა ხელი მოგვიმართოს მებოდადებო აქ ვარ მე უმეტესწილად თითქმის ყოველ დღე
საფხული მოვა მამაჩემის გამოკეთება ცოტა და ქალაქში ვიქნები თითქმის ყოველდღე და ღმერთმა გაგვაერთიანოთ. ჩვენ დამოუკიდებლები არა ვარ. დიდი ხანია გვატყვილებენ. 26 მაისის დამოუკიდებლობას არ სახავს, იმიტომ რომ დამოუკიდებლები არა ვარ. აგერ ეთყობა ყველაფერზე საწამლავი ჯოჯოხეთი დგას აგერ მაკდონალდსი. ამაში ადამიანი ნაჭამი ჯამთელი ვერ იქნება. გარედან არის ყველაფერი ლამაზი და შიგნით მატლებია. აგერ საწყალი გოგო, ცხვირში, ნესტოებში, ბეჭედით. ამისანაც უბედურ დღეში ვართ. არა უშენ, მადლობა უკვე. დროებით მეგობრებო, შეგვეციოს უფალი დროებით. ბათუმს აჭარას გავუმარჯვეთ, მიყვარხართ.